ეს იყო 1990 წლის 2 აგვისტო, ოქროყანა. სუფრა აივანზე იყო გაშლილი. იქნებოდა ასე 50 კაცამდე. იუბილარი გორგოლაჭებიანი საწოლით გამოიყვანეს. მენიუ და სტუმრების სია თავად შეადგინა. ეს მისი ბოლო სცენარი იყო. ფილმის ფინალურ ეპიზოდზე როგორც წესი ძალიან დიდხანს ფიქრობდა. ამბობდა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მისი ცხოვრების ფილმისთვის ყველაზე უჩვეულო დასასრული იპოვა. იუბილარი მეორე დღეს გარდაიცვალა. ეს ფილმი ეძღვნება ყოველ ადამიანს შეპყრობილს კაცთათვის ზეკაცური ძალის მიმნიჭებელი ჟინი, ჟინით აღმასვლისა და ამოცნობის ამოცნობისა. როცა ცნობილი ლიტერატორის შალვა თაბუკაშვილის ოჯახში ვაჟი დაიბადა, ბოლშევიზმი საქართველოში არსებობის მე-6 წელს ითვლიდა. ემიგრაციული მთავრობა ამდენივე ხნის გახიზნული იყო საფრანგეთში. მეფისნაცვალ ვორონცოვის ყოფილ სასახლეს კი უკვე პიონერთა სასახლე ერქვა. მამამ პიონერთა სასახლეში ლიტერატურულ წრეზე მიიყვანა. კომუნისტური აღზრდის ცენტრში ფარულად, მაგრამ მაინც დროდადრო თავისუფალი სიტყვა ისმოდა და ნამდვილი ლიტერატურული საღამოებიც იმართებოდა. მაშინ უკვე ლექსებს წერდა და წითელი ყელსახვევის შიგნით ჯვარს ატარებდა. ოღონდ ამის შესახებ არავინ იცოდა. ლექსები სევდიანი და ძალიან უცნაური იყო. 14 წლის რეზო თაბუკაშვილმა პოემა მიუძღვნა ვილიკა ჭერავას. აიღურეთ ესა და აი ესეც თქვენი პოემა. აი რეზოს მიერ დაწერილი პოემა. ფიფქები პოეტის საფლავზე. ასე ქვია. ისინი თბილისის მე-14, შემდეგ კი პირველ საშუალო სკოლაში ერთ კლასში სწავლობდნენ. სოლოლაკში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ და მთელი ცხოვრება მეგობრობდნენ. მაშინ ვილიმ რეზოს ნაჩუქარი პოემა შეინახა. თეთრ მანდილს იქით მოჩანან მთები, სიმშვიდეს ძინავს ეკლესიაზე, ჯვრებზე ყვავების ხედან ფიქრებით, ქარის სისინებს ფოთიან ხმაზე. 15 წლისას უკვე ლექსების კრებული ჰქონდა და კიდევ ერთი უსათაურო პოემა, თეიმურას პირველის დროინდელ ეპოქაზე. ლექსებს პიონერთა სასახლეში ლიტერატურულ საღამოებზე კითხულობდა. მამამ დასასტამბად გამზადებული შვილის კრებული შეაჩერა. შალვა თაბუკაშვილი მაშინ საბლითგამის დირექტორად დანიშნეს. რეზო თაბუკაშვილი ლექსებს სიცოცხლის ბოლომდე წერდა, თუმცა ისე მოხდა, რომ აღარასოდეს გამოუქვეყნებია. ხო იცი როგორია ხალხი შვილს უბეჭდავს ეს ისა, ამას ვერ დაუშვებდა შალვა. რეზოს რამდენიმე ლექსი შემონახულია ჩვენ ჟურნალში, ჩვენ 45 წელს სემდით ხელნაწერ ჟურნალს, პატარა ეჟვანი ერქვა. მოგვიანებით რეზო თაბუკაშვილი ხელნაწერი ჟურნალისტვის ლექსებს უკვე მოსკოვიდან აგზავნიდა. იგი საბჭოეთის დედაქალაქში ახლად გახსნილ საერთაშორისო ურთიერთობათა დიპლომატიურ ინსტიტუტში სწავლობდა. ომი ახალი დამთავრებული იყო. მოსკოვი ჯერ კიდევ დახურულ ქალაქად ითვლებოდა. მერე ჰემინგუეი და სტეინბეგი ჩამოვიდნენ. მაშინ პირველად გამოჩნდა ევტუშენკოს, ბელა ახმადულინას და ვოზნესენსკის ლექსები. რეზომ რუსულად 100-მდე ლექსი დაწერა, ოღონდ არავისთვის უჩვენებია. საბჭოეთის დედაქალაქში იმ დროს მხოლოდ 12 ქართველი სწავლობდა. მე ეგეთი ლამაზი კაცი არ მინახე. ეს იყო ულამაზესი კაცი. განსაკუთრებით ახალგაზრდობაში და სტუდენტობის პერიოდში იყო ფანტასტური სილამაზის. და როდესაც მედიკო შეირთო, ვიცოდით, გავიგეთ, რომ იმიტომ რომ მოსკოვში დაგვეკარგა რეზო, აღარ ჩანდა ჩვენთან და მე გავიგეთ, რომ შეყარებულია მედიკო ჯაფარიძეზე, მედიკო მაშინ იყო ესე იგი საოცნებო ხალი. მე უშენობას ვერ მივცებდნენ მწვანე ბაღები და ყვავილები შენი შუქით ნალამაზები, ჩემთვის ზამთარი იდგა მაინც სუსხით და სევდით, დავით შენ აჩრდილს, მე გაზაფხულს მინდვრებში ველდი. ისე სხვადასხვის ამ სონეტების
ერთ-ერთი ავტორთაგანი გახლავთ ოსკალბატონი მოსკოვში გაიცანს ხელშეუხლოს ერთმანეთი მონეშვილის და ახალგაზრდა პოეტების მონეშვილის და მარიანის შემოქმედებით საღამოზე. ფარსა დიდი ხნის წინათ იყო ეს 42 წელი გავიდა მის შემდეგ მხოლოდ. მაშინ მედია მოსკოვის სამხატვრო თეატრთან არსებული სკოლა-სტუდიის თავისუფალი მსმენელი იყო, თუმცა დედის ავადმყოფობის გამო უფრო ხშირად თბილისში უხდებოდა ყოფნა. მედია ხვდებოდა, რომ შეხვედრა რეზოსთან მას დიდი გრძნობის წინაშე დააყენებდა და ამიტომ ინსტინქტურად უფრთხოდა. რეზო მედიას მოსკოვიდან თბილისში წერილებს წერდა. ჩემო მედიკო, კი არ მაგონდები, მელანდები. რამდენჯერმე გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. ელოდი ქუჩებში, მეტროსთან, შენ სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარა ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად. ისევ ის ქუჩები, ის სახლები. თითქოს ვიტრინებშიაც არაფერი შეცვლილა. და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის ხეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ყველაფერი ეს შენში მყარებია. საშინელებაა ცარიელ ქალაქში ცხოვრება. ისეთი გრძნობაა თითქოს გადმოგაგდეს გაქანებული ვაგონიდან. მატარებელი კი ღამეში დაიკარგა. მაშინ რეზომ შექსპირი თავიდან აღმოაჩინა. 20 წლის ამ სონეტების თარგმნა დაიწყო. 3 თვე ოთახში ჩაიკეტა და ძველ ინგლისურს ჩაუჯდა. ჩემი კალამი რადგან მუდამ ხებით მოსავდა ლექსები ჩემი რადგან შენი ეშხით ლექსობდნენ 1948 წელს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა დიპლომატიური ინსტიტუტის სტუდენტმა შექსპირის სონეტების თარგმანი თბილისში, წერალთა კავშირში წაიკითხა. აი ეს საღამო გაიმართა, უამრავი ხალხი მოვიდა. ესწრებოდნენ ქართული მწერლობის საუკეთესო ისინი იყო გერონტ ჩიქოძე, კონსტანტინ ამსახურდია და სხვები. დაგვიანებით მოვიდა გალაქტიონი. გაჭედილი იყო დარბაზი. იქ კი ეცადნენ რომ დაეთმოთ ადგილი, მაგრამ გალაქტიონმა დააჩუმა დაუგდეთო ყოლი და კარებთან იდგა. მთელი საღამო. შექსპირის 154-ვე სონეტს რეზო თაბუკაშვილი 30 წელი თარგმნიდა. სონეტების პირველ წიგნს რეზომ ასეთი მინაწერი გაუკეთა. ჩემო მედიკო, ამ დიდ წიგნში ყველაფერი შენ გეკუთვნის. ყოველი სტრიქონი შენითაა ნაკარნახევი, მაგრამ არ ვიცი შენსავით მშვენიერია თუ არა. ყოველ შემთხვევაში ძალიან ვცდილობდი და მე მსგავსებინა შენთვის. მაშინ ისინი უკვე თითქმის 20 წლის ცოლ-ქმარი იყვნენ. მედია რეზოს ერთადერთხელ გაექცა ისიც დაქორწინებამდე. დიპლომატიური განათლების მიღების შემდეგ თაბუკაშვილს სამუშაოდ ინგლისში აგზავნიდნენ და მედიას გამო უარს ამბობდა. ეს რომ მედიამ შეიტყო, ღამით მოსკოვიდან თბილისში გამოიპარა. იმ ღამითვე რეზო კომუნისტი დიპლომატის კარიერას საბოლოოდ გამოეთხოვა. თვითმფრინავის ბოლო რეისს მიუსწრო და მედიას თბილისში ჩამოაკითხა. მერე ლაშა დაიბადა. მთელი ბავშვობა ის მახსოვს, რომ სიღარიბეში მყოფი, ხან კომუნალურში ვცხოვრობდით, ხან შემდეგ ვაგეში პარკეტაკრილ სახლში, სადაც იკრიბებოდნენ თითქმის საპლანეტო მასშტაბის ადამიანები, თუნდაც რიხტერი შემიძლია გავიხსენო, არ ვიცოდი რომ ეს რიხტერი იყო და სკოლის დამთავრების აღნიშვნის შემდეგ სახლში რომ მივედი, ქალბატონელიჩკას ყავდა მოყვანილი ჩვენთან სტუმრად, ხემინგუეზე იყო საუბარი და მან ბრძანა ესეთი ფრაზა, რომ Я не люблю Хемингуэя, что слишком много мужчин. მე მოვინდომე კამათის გამართვა და ეს ძალიან ისე დამთავრდა კინწესკვრით გამაგდეს იმ სუფრიდან. 1956 წელს რეზო თაბუკაშვილმა კინოსტუდია ქართულ ფილმთან კინოდრამატურგთა გაერთიანება შექმნა. ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა 2 სკანდალური პიესა. ნიაღვრის შემდეგ იგივე რაიკომის მდივანი და რა სიტყვის ხალხი.
პიესებს წერდა, შექსპირს თარგმნიდა და თავისუფალ დროს ნადირობაში ატარებდა. ეს გატაცება მას სიცოცხლის ბოლომდე შემორჩა. ზოგჯერ დღეობით იკარგებოდა და ღამეებს ტრიალ მინდორზე ათენებდა. ერთ-ერთი მორიგი ნადირობისას დაწერა ლიბრეტო ოპერისთვის მინდია. შემდეგ მისი სცენარით რამდენიმე მხატვრული ფილმი გადაიღეს. ერთ-ერთი მათგანი რეზო თაბუკაშვილმა მედეა ჯაფარიძეს მიუძღვნა. ამბობდა, რომ მედეა აქ ისეთია, როგორც სინამდვილეში. ველასათვის ლეგენდაა და არაკო გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო რადგან ბედად აქ გაჩენა გვერდისა მანდ ორი მომენტი იყო. ერთი ფილმი უნდა მედეა დარჩენილიყო, მედეაზონაში შექმნილიყო ფილმი. ეს რა თქმა უნდა, როგორც მეუღლეს, როგორც საოცარ ჩეყვარებულს ბოლომდე მამაკაცს რაღაც არაჩვეულებრივ კალში ეს მიუძღვნა. ეს ერთი იყო და მეორე უნდა რომ აი თბილისი თავის კოლორიტით ის ძველი თბილისი რომელიც ფილმში ასე თუ ისე მაინც მოხერხდა და დარჩა. მე ნუ ახლა ის ეპიზოდი როა კეიპის ეპიზოდი როა სადაც ჩვენი გენიოსები არიან დალოცვილები ესენი. ესე რომ დარჩნენ. საოცარი რაღაცა ხდება. იშვიათად ხდება ხოლმე, იცით რომ ფილმი ბერდება და ამას პირიქით ემართება. მიყვარს მის სურათი, მიყვარს. სხვა არაფერი ასაბა მედეას პარტნიორობა დამრჩა, ნუ ჩემ ბიოგრაფიაში დარჩა. ჩვენ კეთილშობილი და უწყინარი ყვავილების ხარჯზე უპრეტენზიოდ ვარჩენთ ჩვენ ცოლშვილს. ბიჭები ხუმრობენ, არ იცი ამათი ამბავი. ბავშვი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს მშობლების ყოველდღიურობას, როდესაც მით უმეტეს ქვეშეცნეულად აღიქვამს, რომ ესენი არ არიან ორდინალური ადამიანები. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, რომ 10 წლების 2 წლების განმავლობაში ძალიან უნდათ რეზოზე ვადაზე ადრე პანაშვიდი გადაეხადათ, რომ თუ რამოდენს ელოდნენ მისგან და როგორ არ შედგა ის როგორც ხელოვანი და როგორც მოღვაწე. შემდეგ ეთყობა ამანაც თავისებურად იმოქმედა იმაზე, რომ რეზომ შექმნა საერთოდ უნიკალური ჟანრი ლიძავის ბიჭვინთის ყურესავით ლამაზი და უნიკალური. მაშინ რეზო თაბუკაშვილმა კიდევ ერთი ახალი ცხოვრება დაიწყო. კალამს კინოკამერა მიაშველა. დოკუმენტური კინოს ადრე არსებული ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია და უცხოეთში ლეგალური ექსპედიციებისას არალეგალური ფილმების გადაღება დაიწყო. ასე გაჩნდა ახალი მატიანე, ქართლის ცხოვრების უცხოური ფურცლები. მისი ფილმების მთავარი გმირები საბჭოეთში ნონგრატად გამოცხადებული ადამიანები იყვნენ, სასულიერო პირები და ემიგრანტები. მოგზაურობა კინოკამერით კუნძულ ტექსელიდან დაიწყო. მაშინ რეჟისურაში ბედი ჯერ კიდევ არ მოესინჯა. ამ ხაშხლიან კუნძულზე უკვე 30 წელი ერთ საძმო საფლავში განისვენებს 565 ქართველი მემკვიდრე. რო ჩადიოდა კაპიკები ქონდა და ხო არ იტყოდა ეს ამაყი კაცი, კარგად ჩაცმული კაცი მშიაო. ის კაპიკები დაჭირდა იმ საბუთების მოძიებას, რომლითაც მტკიცდებოდა ქართველ ტყვეთა სიმართლე. ხო და აი ამ სიტუაციაში მეათე დღეს აბსოლუტურად მშიერს წავიდა გული და ეგონათ რომ დიაბეტი სჭირს და შოკოლადი ჩაუდეს პირში. და მამა მითხრა რომ ამ შოკოლადის გემო დღესაც მახსოვს. 1980 წელს ახალი კინოდილოგია გამოჩნდა ქართველები იტალიაში. მასში ორი ფილმი იყო გაერთიანებული ალპური ვარსკვლავი და კვალი ნათელი. ამ დროს თაბუკაშვილს უკვე საკუთარი გადამღები ჯგუფი წავდა და ფილმების რეჟისორიც თავადვე იყო. პირველი ფილმი იყო ეს ალპური ვარსკვლავი. ეს არის ქართულ პარტიზანებზე იტალიაში და შემდეგ პარალელურად კეთდებოდა თამარაშვილი. ის იტალიაში გადაღებული. კოზი და კოდრიკაძე რეზო თაბუკაშვილის ყველა ფილმის უცვლელი მემონტაჟე იყო. მასალა ამაგიდასთან მონტაჟდებოდა. ჩამოხდათ გადაღებული მასალა
ვარდებოდა ლაბორატორიაში, იბეჭდებოდა ნეგატივი, შემდეგ პოზიტივი. პოზიტივს რო ვიღებდით, მე ეპიზოდების მიხედვით ვახარისხებდით და ვაწყობდით ისე ფილმს. აი ხმაური მაგალითად გამოსახულებას რასაც ხედავთ, აი ეს ყველაფერი ქალაქის ხმაური, ცალკე იწერებოდა ხმის ოპერატორი. აი ესეთ მაგნიტურ ფირზე წერდა და შემდეგ უკვე ხდებოდა ეს თამაში მაგნიტური ფირის და პოზიტივის. მაშინ ფილმებს სვემას 35 მმ-იანი ფირით და კონვასის კინოკამერით იღებდნენ. კონვას თაბუკაშვილი ხშირად ჩაპაევის ტყვიან ფრქვევს ადარებდა. თუ ჩართავ ამ აპარატს, ეს აპარატი ხოლმე იგი მუშაობს. ტრაქტორი, მაქსიმკა, ჩაპაევის ტყვიან ფრქვევი, ეს დაახლოებით ამ ვარიანტით. როცა იღებ კონვასით, იმ დროს ჩაწერა შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს ხმა იმას ხლიანად ფარავს. ხმაურიანი კინოკამერით თაბუკაშვილი უხმაუროდ და ხშირ შემთხვევაში ფარულად იღებდა. თუმცა არალეგალური კინოგადაღებისას ყოველთვის არსებობდა საფრთხე, რომ გადამღებ ჯგუფს ან საბჭოთა საელჩო, ან უცხოური პოლიცია დააპატიმრებდა და ბრალს ჯაშუშობაში დასდებდა. რეზო თაბუკაშვილს ჰქონდა დიდი თავისუფლება და კიდევ უფრო მეტი უუფლებობა. ერთიც და მეორეც მხოლოდ იმის გამო, რომ გოსკინომ თაბუკაშვილის ფილმების შინაარსი არ იცოდა. ხოლო როცა საბჭოთა მაღალჩინოსნები უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, ყველა ფიქრობდა, რომ ნებართვა რომელიღაც უწყებამ გასცა. ერთი ფილოსოფია ჰქონდა ამ დაგვარი ტიპის, რომ ამ პასუხისგებლობის ქვეყანაში მთავარია არავის არაფერი არ გკითხო. ურიცხმობდა ძალაუფლებას და სპეცსამსახურებს. როგორც კი ვინმეს აკიდებ პასუხისგებლობას, იმ წუთასვე ხელს შეგიშლიან. როგორც კი კითხავ ეს შეიძლება თუ არა, გეტყვიან არა, რომ თავი დაიზღვიონ. ამიტომ არავის არაფერს არ ეკითხებოდა და უკვე რეზულტატი იმდენად გამოუგნებელი იყო, რომ ვერავინ ხმას ვერ იღებდა ამის საწინააღმდეგოდ. არალეგალური ფილმის გადასაღებად რეზო თაბუკაშვილი საბჭოთა საზღვარს ლეგალურად კვეთდა. მიდიოდა კერძო მიწვევით, ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად, თეატრალური დასის გასტროლებზე და უფრო ხშირად ანსამბლ რუსთავს დახვებოდა. ურთულეს პირობებში უფულოდ ხშირად მშიერი წასულა და გადაუღია უძვირფასესი კადრები, რომელიც დღეს ერის ისტორია უკვე და ეს ფილმებში შემორჩა, რომელიც მართლაც განუმიორებელია. აი 16 თაყაიშვილზე რო ფილმი გააკეთა, მაგრამ აი თვითონ იყო 16, თვითონ იყო მართლაც საოცარი პიროვნება და ხშირად როცა ამა თუ იმ პიროვნებაზე საუბრობს თამრაშვილზე, 16 თაყაიშვილზე თუ სხვა ნებისმიერ თავისი ფილმის გმირზე, მე იქ რეზო თაბუკაშვილის ხასიათებს ხედავ აი მის გმირებში. აი თვითონ ასეთი გამოთქვა ქონდა ხოლმე ხშირად გვეტყოდა რომ პატრიოტიზმიო, პროფესიონალიზმიო. თუ კარგი პროფესიონალი ხარ, შენი ქვეყნის პატრიოტი ხარ. ხემდე მახსოვს. ასე გაჩნდა ფილმები მიხეილ ხერგიანი, ვიტორიო სელა, პირველად იყო სიტყვა, ფურცლები ფრანგული დღიურიდან, საქართველოს მეჭურჭლეთ უხუცესი, ნაძარცვის კვალდა შორიელთა სიახლოვე. ეს უცნაურად გრძელი და ჭრელი სუფრა კი არა სიმბოლოა უკვე. სიმბოლო არარსებული ქართული პანთეონის. 1200-ზე მეტი ავტოგრაფიაზე აბრეშუმის დაფით ამოხარული. ვინ მოუყარა თავი ერთ სუფრასთან ამდენ დიდებულ ადამიანს? პანთეონი კი არა, ვარსკვლავეთია ნამდვილი მაკინე ამირენჯიბის სუფრა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ამ ფილმების შინაარსი გადაღებების დაწყებამდე არამხოლოდ გოსკინომ თავად თაბუკაშვილმაც არ იცოდა. იგი წინასწარ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მადრიდში ქართულ მინანქრებს გადააწყდებოდა. ნიუ-იორკის პატარა ბუკინისტურ მაღაზიაში იოანე ზოსიმეს ხელნაწერს. ვენეციის არქივში მეფე ერეკლეს წერილს. ხერგიანზე მუშაობისას კი თავად იტალიელებისთვისაც უცნობ ალპინისტსა და ფოტოგრაფს ვიტორიო სელას, ადამიანს, რომელმაც 100 წლის წინანდელი სვანეთი და რაჭა გადაიღო. მაშინ თაბუკაშვილმა თბილისში ვიტორიო სელას მიერ გადაღებული 450 ფოტოს ორიგინალი, ნარკვევები და სვანეთიდან წაღებული მე-12 საუკუნის ქართული ხელნაწერების 2 ტომი ჩამოიტანა. ახლა როგორ გინდა შეიკავო თავი და დაფარო სიხარული? გამყიდველმა ვერ უნდა შენიშნოს შენი აღტაცება, რომ მისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი ფასეულობის ხელნაწერები
უსაშველოდ ძვირი არ დაგიფასო. პირველი თურმე მთლიანად გაბრიელ მცირეს ავტოგრაფი. მეორე ივანე ოქროპირის სწავლა. მესამე ხელნაწერში კი ვახტანგ მეექვსე სამართლის პირველი რედაქციის ტექსტია გადადგილი. ხვალ როგორმე უნდა ვცადოთ ამ ხელნაწერთა გამოსხმა. შემდეგ თბილის ნელ-ნელა დაუბრუნდა ნიკო ბურის საოჯახო რელიკვიები, კალისტრატე და ნინო სალიების მდიდარი არქივი, უცნობი ნეგატივი, აკაკის დაკრძალვის პროცესია სხვიტორიდან თაწმინდამდე, ეგრეთ წოდებულ მუსლიმანურ საქართველოში არსებული ეკლესია-მონასტრების ასობით ფერადი სლაიდი და ვანო ქიქოძის იარაღების კოლექცია მინშენიდან. 300 სლაიდი, ეს მთელი სიმდიდრეა ჩვენი მეცნიერებისათვის. ძნელად, მაგრამ მაინც დავარწმუნეთ ბატონი ვანო, რომ სლაიდებით ჩვენ უნდა გაგვატანოს საქართველოში. იარაღები ჩამოგხსენით ხედლიდან, სახელდახელოდ შევფუთეთ და გამოვეთხოვეთ მასპინძლებს. მადლიერების, სიხარულისა და ამავე დროს უხერხულობის გრძნობით ვტოვებთ ბატონ ვანოს უკვე ჩამქრალ ბუხართან და მოტიტულებულ კედელთან. მხოლოდ ერთადერთხელ და ისიც საკუთარი სურვილით რეზო თაბუკაშვილმა უცხოეთში ქართული საგანძურის ნაწილი დატოვა. ფინეთის ქალაქ კუოპიოს მართლმადიდებლური ეკლესიის მუზეუმში შემთხვევით მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ქართულ ტიხრულ მინანქრებს გადააწყდა, რომელთა წარმომავლობა ფინელებისთვის უცნობი იყო. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ თაბუკაშვილს მინანქრების გადაცემას დაპირდნენ, მაგრამ მან მოულოდნელად გადაიფიქრა. დავემშვიდობეთ, წამოვედით მანქანაში და ფული არ ქონდა სასტუმროსი და მთელი ღამე გავათენეთ მანქანაში, ამ ყინვაში. ხო და უცბად დილის გამთენისას მანქანაში მეუნება. რას ფიქრობო შენაო? აი ეხლა აღარ მახსოვს სათვალავი რამდენია? თბილისის მუზეუმშიო, ჩვენ იმაშიო, რამდენი ტიხრული მინანქარი გვაქვსო? მარტო ხახულის ხატის ტიხრული მინანქრები რა დღისო და ეხლა 2-ით მეტი იქნება თუ 2-ით ნაკლები, რა მნიშვნელობა აქვსო? ხო და რატომ მეუნებით ბატონო რეზო მაგას ხო და იმიტომ რომ ეგ პაველის უთხრათო და მუზეუმის დირექცია დავიყოლიოთ იმაზე რომ შეცვალონ წარწერებიო და დარჩეს აქ ჩვენ სელჩებათ იყვნენ აქ რომ მთელი მსოფლიო ჩამოდის და ბარემ აქ ნახონო რომ აი ქართული ტიხრული მინანქრის არისო და რომ მივედით მეორე დილით იქვე ახლოს ვიყავით მივედით პაველი დაგვთა გახარებული პირჯვარი გადაგწერა და გითხარო დავითანხმეს უყელა და უნდა გადმოგცეთო და ბატონო რეზო მითხრა რომ გადავიფიქრეთო არ მიგვაქვს აქ ტოვებთო ნუ იმის ანციფრებას საზღვარი არ ქონდა. თუ დღემდე ჯავშნიანი შუშის ქვეშ სიგნალიზაციით დაცული, ასე უსახელოდ და უწარწეროდ გამოფენილი ჩვენი ორი მინანქარი საეკლესიო მუზეუმის ანონიმურ მშვენიერებად ითვლებოდა, დღეიდან ისინი ქართული ხელოვნების ელჩებად დარჩებიან უცხო ჩრდილოეთში. უცხოეთის არქივებში თაბუკაშვილი ქართულ კვალს საათობით და წლობით ეძებდა და მერე მთელ ამ ისტორიას ფილმში მაყურებელს უამბობდა. ეს იყო რაღაც უცნაური სინთეზი კინოს და მწერლობის. დოკუმენტალისტებმა ვერაფრით გაიგეს რა ჟანრის შექმნა თაბუკაშვილმა და მოგვიანებით მას ასეთი განსაზღვრება მოუწებნეს: ლიტერატურული კინოპუბლიცისტიკა, წერლური კინო. შემოქონდა ეს დეტექტური ჟანრი, ესე იგი მაყურებელი დაყავდა მასთან ერთად. ის იმასაც არ უთხოვდა თუ რა სიძნელეები ხდებოდა აქ რომ ყველა სცოდნოდა. ერთხელ მავსოს თენგიზ მიჯზაშვილმა ჩვენმა მხატვარმა უთხრა რომ რეზო რა საჭიროა ესეთი დეტალურად რო აღწერ. ნებართვა მოგცეს, არ მოგცეს, ვერაფრით ვერ გადაარწმუნა და უთხრა რომ ეს მომავალი თაობებისთვის არის, რომ იცოდეს რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები და არ არსებობს ვარი, რომელიც არ შეიძლება გადააქციო თანხმობათო. იმისთვის რომ უარი თანხმობად ექცია, თაბუკაშვილმა მივიწყებული დიპლომატია გაიხსენა. არავინ იცის როგორ, მაგრამ უცხოეთში 7 ქართული მემორიალი დაადგმევინა. და საბჭოთა საელჩოებთანაც დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ხშირად ხუმრობდა ჯერ არ ყოფილა რუსებთან ომი წამეგოსო. თუმცა არასასიამოვნო სიურპრიზ რამდენჯერმე მაინც ვერ ასწდა. მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვეს მასპინძლებმა.
მაგრამ გზავრობამ ველვარებას მაინც ვერ ასწრებს. ზოგიერთებმა ამ ისტორიული ქსოვილის ერმიტაჟში გაგზავნა უფრო მიზანშეწონილად ჩათვალეს. რეზო თაბუკაშვილს არგენტინიდან თბილისში მე-19 საუკუნეში გატაცებული სიონის საკურთხევლის დაფარნა მოჰქონდა, რომელიც აკაკი და თამარ პაპავების მემკვიდრეებმა გადასცეს. შევიდა ელჩთან, ეს სიტყვით ლაპარაკი იყო ასეთი, რომ მეო თელს აქედან წავალ, არაფერი დასაკარგი აღარ მაქვს. მე თუ ეს ფარდაგი საქართველოში არ ჩავიტანე, თელ სოფლიოს მოვდებ, რომ რუსები უკვე ემიგრანტებს დაცვავენ. თქვენმა თანამემამულებმა დაიდესო ეს ცოდვაო, რომ საქართველოსდან მოიპარესო და ეხლა შეგიძლიათ ჩამოვირიცხოთ ეს ლაქაო და საერთოდო კიდე არავინ არ იცის რა სიტყვიან ამაზეო საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს რო შევხედე უკვე დაიბნაო ესო და ბოლოს აი ეს დარტყმა გაუკეთე. და მაშინ იყო ახალი დანიშნული ედვარდ შევარდნაძე საგარეო საქმეთა მინისტრად და ამან გაჭრა და ნუ ვასმით ანერვიულდა თურმე ეს კაცი და დაიწია და ბუს უხოჯად გასმირა. ამ დროს რეზო თაბუკაშვილს ახსენდებოდა, რომ იგი მოსკოვის დიპლომატიური ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო. ასე იყო ინდოეთშიც, მისი ბოლო დაუმთავრებელი კინოექსპედიციისას. თაბუკაშვილი ინდოეთის პროვინცია გოაში ქეთევან წამებულის საფლავს ეძებდა და ნოსტრა სენიორა დაგრასას დანგრეულ მონასტერს მიაკვლია. არქეოლოგიურ არქივში აღმოჩნდა ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის გეგმა თვითონ მონასტრის. ამიტომ ჩვენთვის უკვე შესაძლებელი გახდა, რადგან ვიცით, რომ ეს არის ნოსტრა სენიორა დაგრასას მონასტერი, რომ დედოფალი აქ არის დაკრძალული და ხელთა გვაქვს გეგმა, რომელსაც თქვენ ეკრანზე ნახავთ, არ მახსოვს რამდენ ხანში, აი გეგმა, აი ეს კაპიტელები გახლავთ, რაზედაც ახლა, რასაც თითი მიხვება, ჩვენ ვიცით, რომ საკურთხევლის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს დაკრძალული დედოფალი, ცნობა ასეთი არის პორტუგალიაში, მარჯვენა მხარეს მეორე კაპიტელის ქვევით. ტურისტად ჩასულმა გადამღებმა ჯგუფმა ინდოეთის ხელისუფლებასთან გათხრების წარმოების და ამისთვის საჭირო თანხის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ერთადერთი დაბრკოლება ისევ საბჭოთა საელჩო იყო. ელჩმა უთხრა, რომ ბატონო რა დროს ახლა მე-20 საუკუნის ბოლოა, რა დროს საქართველოს დედოფლის ძებნა არისო ინდოეთშიო. რაღაც დროს ეგ არის 4 საუკუნის წინანდელიო და ამაზე ძალიან გაბრაზდა, ისეთ ფიცხი იყო და აბრაზება შეეძლო ესეთ თემაზე საქართველოს რაც შეეხებოდა და უცებ უთხრა, რომ თქვენო ის დაამთავრეთო მოსკოვის დიპლომატიური ინსტიტუტი. ხო და კი იმან უთხრა, რომელი გამოშვება ხართო და მე-11-ო თუ რაღაც უთხრა და მეო მეორე გამოშვება ვარო. უთხრა, რომ მე ძალიან მიგვირსო, რომ რატომ უშვებს ახლა ეს ინსტიტუტი ასეთ არასშორს უჭრეტელ დიპლომატებს. თქვენ ვერ ხვდებითო რას აკეთებთო, რომ რუსეთის იმპერიამ დააჩაგრა პატარა საქართველო და ეხლა წარმოიდგინეთ თელს მსოფლიოში რა რეზონანსი ექნება ამ ამბავს, რომ იმპერიის დაჩაგრულ პატარა საქართველოს დედოფალს რუსები ეძებენ ინდოეთშიო. თუმცა ერთხელ იგი დაპატიმრებას ძლივს გადაურჩა. ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი და ყველაზე სკანდალური ფილმის გადაღებისას, 70-იანი წლების მიწურულს. თაბუკაშვილმა იტალიაში ქართველი მეცნიერის, ქართლის ცხოვრების მეორე შემდგენელის მიხეილ თამარაშვილის, იგივე მიქაელ თამარადის საფლავს მიაკვლია და არც მეტი არც ნაკლები მისი საქართველოში გადმოსვენება გადაწყვიტა. არავინ იცის როგორ, მაგრამ თაბუკაშვილმა, რომელსაც იმ დროს ჯიბეში მხოლოდ რამდენიმე მანეთი ედო და არც ოფიციალური ნებართვა ჰქონდა, წარმოუდგენელი განზრახვა მაშინ რეალობად აქცია. როგორ შეიძლება რომ ნორმალურ ადამიანს, ეგ არ იყო ნორმალური ადამიანი, მოუვიდეს აზრად, რომ თამარაშვილის ცხედარი ჩამოასვენოს თბილისში და მიაბაროს ქართულ მიწას. ეს ამისი პრაქტიკულად განხორციელება წარმოუდგენელია ყველა ადამიანისათვის და აი ესე იგი გადაწყდა ეგ საკითხი და რეზოს მოაქვს თამარაშვილის ცხედარი მოაქვს თბილისში. და ახლა იქ იციან რომ მიაგს და უთხრეს რომ ეს უნდა იყოს საბარგო განყოფილებაში უნდა შეიტანოთ. რეზომ უთხრა რომ მე ამ ადამიანს საბარგო განყოფილებაში ვერ შევიტანე.
ეგ გამორიცხულია. ეხლა შემდეგი მაგჩობს. არავითარ შემთხვევაში იმ რუსმა უთხრა აეროფლოტის შენ გიჟი ხარ ახლა აბა იმასთან გზავრებთან რა უნდა მიცვალებულს და კუბორნო შეიტანო გზავრებთანო და არავითარ შემთხვევაში მე ვერ ვაკადრებ თამარაშვილს საბარგო განყოფილებასო და მოხდა ისეთი კონფლიქტი რომ ფიზიკურად გაიწენ ერთმანეთზე და ამ დროს ორი იტალიელი პოლიციელი იდგნენ ამ დროს აქ და ამას ყველაფერს უყურებდნენ. ნუ გაიგეს ის რომ ესე იგი ვიღაცა ასაფლა მიაქვს ვიღაცის ცხედარი და ამ ორმა პოლიციელმა იკითხა რომ რაო მამა არისო მაგისიო კითხეს იქ ოპერატორს რეზოს ოპერატორს არაო შვილიო არა ძმა არისო აბა ვინ არისო და არა არავინ არ არისო ეს არისო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი მოღვაწე დიდი მოღვაწე და მიაქვთ და ამ კაცის არაფერი არ არის ნათესავი და არაო აბა ჩვენი ხელით შევიტანთ ამ ცხედარს სამგზავრო განყოფილებაში. მაშინ თბილისში ამბობდნენ, რომ თაბუკაშვილმა თამარაშვილის ცხედარი პირდაპირ ცეკას მიაყენა კარზე. სანამ საბჭოთა მაღალჩინოსნები ფიქრობდნენ, როგორ გადაეწყვიტათ მოულოდნელად თავსდამტყდარი ეს ამბავი, თაბუკაშვილმა ქართველი ემიგრანტის ცხედარი დამალა. ჩვენახევარი წყდებოდა საკითხი მე დავესაჯეთ თუ დაგრძალვის ნება მოეცათ. დამალული მქონდა კუბო, ეს ხომ არ იყო ფერფლი და ეს პატარა ურნა, ეს იყო სრულყოფილი სასახლე. სად მქონდა დამალული, დღემდე ხლა ამდენი დრო გავიდა და აი ჩემ პატარა ბიჭებს გეფიცები. ეხლა მედიკო და ლაშა ხშირად ვიმეფიან ხოლმე რომ ეხლა მაინც ხომ შეიძლება თქვა რომ სად იყო დამალული. ბავშვებს გეფიცები თუ ან ლაშა ან მედიკო მიცოდეს. არავისთვის არ მithქოს. შესაძლოა ფიქრობ ვინიცის რაში დამჯერდება ის ადგილი კიდევ. შესაძლოა საფრთხე ცხოვრობდი წერეთელზე. თქვენახევარი თქვენ სარდაფში ინახებოდა თამარაშვილის ცხედარი. კი. აპარატურას წამევიღე მაშინ სახში რომ ის არ ყოფილიყო ინვესტის შესამჩნევი. ღამე იყო და ესე შევიტანეთ სახში და მე ღამე გადავიტანე იმაში სარდაფში ჩუმად. ადამიანი ვის სახლშიც თქვენახევრის მანძილზე ქართველი ემიგრანტის ნეშტს მალავდნენ, კინოოპერატორი იური ბარამიძე იყო. თამარაშვილი სწორედ მისი სახლიდან გადაასვენეს ღამით ფარულად ხელოვნების მუზეუმში. მაშინ ცეკამ კიდევ ერთხელ დათმო. დაგრძალვას 10,000-ობით ქართველი დაესწრო. ამ ისტორიის ყველაზე ფარულ მონაწილეს იური ბარამიძეს შეეთის რაიონის სოფელ თანიანთკარში გადავაწყდით. რეზო თაბუკაშვილის ფილმების ოპერატორი, ვინც კონვასით წარმოუდგენელ კადრებს იღებდა და ხშირად უფულობის გამო თაბუკაშვილთან ერთად ღამეებს რომის ქუჩებში ათევდა, ახლა უკვე მოგონებებით ცხოვრობს. მის გვერდზე რო იყავი, კაცი იყავი უკვე რა. სადაც არ უნდა ყოფილიყავი, რა საქმეშიც ესე. და საქართველოს ისტორია როცა იცი და როცა შენი ქართველები გიყვარს და შენი ქვეყანა გიყვარს. ხო და შენ გვერდზე ესეთი კაცია, რომელიც არ უნდა დააღალატო საქართველოს სიყვარული მკვდარი შენ თავს რამდენს ავალებდე რომ არ იქა ამაში მივეხმარო და უღალატო და ახლა რაფერი არ იქნები მე ესეც რამეს რო აკეთებ მაყოფილი. ბევრი რამეა ახლა რეზოზე ახლა იმაზე მას მიშვება ახლა ესე რამდენი რამ რჩება ალბათ. ისეთი რამ მოთქმელი და რაღაც ესენი აი შემლება მაგათვალ. ამდენს ვიფიქრებ რომ რეზოზე ხوار გამოვტოვე მე და რამე მეთქი. ხო ნამდვილად გამოვტოვე ვიმა ისა ისეთია თვითონ იმისისა არაფერი არ უნდა დაბადაშავლოს კიდე რეზო იყოს კიდე ვინც ინდა ის იყოს რომ იმ ხელა ისტორია იმ ხელა რამეა იმ ხელა ფენომენი იყო. ისეთი ქართველი და ისეთი ისა რომ ის მაპატიებს რომ რაც თუ გამომჩარა იმედეთი და ეს ამით თუ დავინუგეშებ ჩემ დაქტორა ისე იმდენ რამ არის. შინ თაბუკაშვილის ნათარგმნი შექსპირის სონეტები აქვს. ჩემს იურას
ნიჭით სავსეს შემოქმედებაშიც და ძმობაშიც, ერთად დაძლეული დღეების მოსაგონდრად, ერთად დასაძლევი წლების მოლოდინით. ყველაფრით დაღლის სანატრელად სიკვდილი დამჭა. რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება, რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახთა თვისება, რადგან უწმიდეს ხელოვნებას ასვებენ ლახვარს, რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად, რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვეთ ჩავარდნილა. ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა ჩემი საფრთხო ობლადონ დარჩეს. იმ დროს რეზო თაბუკაშვილი უკვე ძალიან ავად იყო. სიარულისას ყავარჯენი სჭირდებოდა. ისეთი ტკივილები ჰქონდა, რომ კინოსტუდიაში ექთანი აკითხავდა და გამაყუჩებელს უკეთებდა. მაინც ძველებურად დადიოდა სამსახურში და ავადმყოფობაზე კრინცაც არ ძრავდა. თბილისში 80-იანი წლები სრულდებოდა. Линкольн, братья, почему вы нас бьете? Как бьют, смотри, как бьют. მაშინ თბილისში ხმა დაირხა, რომ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატმა რეზო თაბუკაშვილმა აპრილის დღეების შემდეგ კრემლში ქართული დელეგაციის წინ მიხეილ გორბაჩოვს მხრებში ხელისტაცა და დიდხანს ანჯღრევდა. Вводит карательные отряды солдат, дрессированных на запах человеческой крови. Вот это страшно. Страшно, когда можно сегодня видеть в Тбилиси в одном семействе убитую, заколоченную обоюдоострыми лопатами беременную молодую грузинку, у которой в чреве убили ребенка. 1989 წლის სექტემბერში რეზო თაბუკაშვილი შინიდან უკანასკნელად გამოვიდა. შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან 3 საათნახევარს გაგრძელდა. დარბაზი სავსე იყო, დერეფნები კი რადიოფიცირებული. ეხლა მინდა გითხრათ კიდევ ზოგადად ის, რომ ჩვენ თუ ერთმანეთს არ მოუფრთხილდით, ჩვენ თუ ერთმანეთის განსხვავებული აზრების ატანას არ მივეჩვიეთ და აი იმ კულტურას, რომელიც გულისხმობს კამათს, შეურიგებელ კამათს, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემას ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერსად ვერ მივალთ და განსაკუთრებით იქ, სადაც გვინდა რომ მივიდეთ. იმ დღემდე ჩვენ ვერ მივალთ. ჩვენ თუ ერთმანეთი გზადაგზა ხოცეთ. წლის 2 აგვისტოს რეზო თაბუკაშვილი 63 წლის გახდა. ეს იყო მისი უკანასკნელი დაბადების დღე ოქროყანაში. ერთ-ერთი მისტიური დეტალი ის არის, რომ თითქმის საათებში ქონდა გამოთვლილი თავისი წასვლა. უნდოდა რომ მხიარულ ტალღაზე წასულიყო. რომ დაემტკიცებინა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, რომ ეს არის გარდაცვალება. კეიფით უნდოდა წასვლა, მაგრამ კეიფი არ შედგა. ყველას ბურთი ქონდა გაჩრილი ყელში. კაკო ძიძიგური იყო ბატონი კაკო თამადა და მისი ეს მშვენიერი თამადობა ყველას გვახსოვდა, მაგრამ სიტყვაზე ძლივს აბამდა იმდენად უჭირდა. მამა კი თხოვობდა კეიფს. მამამ ვინც დაპატიჟა თავის მეგობრების გარდა, იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც საოცრად ატკინეს გული და ვისაც ათეული წლობით არ ელაპარაკებოდა. ყველა საპატია, ყველა შეირიგა, ლოდი არ უნდა მაწვეს გულზეო და სხვა შორის
ყოველი მათგანი იჩოქებდა და ხელზე კოცნიდა და ბოდისუხდა. დაბადების დღის მეორე საღამოს დაახლოებით 10 საათზე რეზო თაბუკაშვილი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში მიიყვანეს. მეორე დღეს საღამოთი მოვიდნენ ექიმები და გვითხრეს რომ უკვე წასაყვანია საავადმყოფოში და უნდა დამშვიდობებოდეთ. მამამ იცოდა რომ ეს მისი ბოლო გზავრობა იყო. მისი ბოლო ჩასვლა თბილისში. და ეს ხელი ქონდა ესე აფარებული, იმიტომ რომ რაღაც გასაოცრად ლამაზი იყო ბოლო დღეს. განსაკუთრებით ცოტა პრანჭია კაციც იყო. ეს გასიებული მხარე არ უნდოდა რომ ეჩვენებინა და ხელი ქონდა ესე. და რომ შემხედა და ეთყობა სახე წაშლილი მქონდა. ესე ცოტა დამცინავად შემხედა და მითხრა რომ ხო გევარ როდენის მოაზროვნეს. და სულ ფრაზა იყო რომ მოვარეთო პაკი პუკასო და ჩემი გულისხმობა და პირდარი გადაგწერა. პაკი პუკა ასე ეძახდა რეზო თაბუკაშვილი შვილიშვილის შერქმეულ სახელს მედია ჯაფარიძეს. მისი გარდაცვალების შემდეგ მედიამ მეგობრებს შესჩივლა. რეზომ მომატყუა, ხომ დამპირდა კისერს მოუგრე ხამო ხერსენსო. ეს რეზოს ერთადერთი დანაპირები იყო, რომელიც მან მედიას არ შეუსრულა. რეზო თაბუკაშვილი მიხეილ თამარაშვილის გვერდით დაკრძალეს. პროცესიამ პავლე ინგოროყვას გზით იარა. იმ დღეს თბილისის ქუჩებში 10,000-ობით ადამიანი გამოვიდა. საბჭოთა კავშირის დაშლამდე წელიწადი და რამდენიმე თვე იყო დარჩენილი.